სანამ 15 მილიონი ადამიანი ჯანდაცვის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა და 42 მილიონი საკვების ნახევარს იღებს, ტრამპის ადმინისტრაცია გათიშვას იყენებს როგორც საბაბს, რომ სამსახურიდან მუდმივად გაათავისუფლოს არასაჭირო მოხელეები. ეს შემცირება დემოკრატებზე იქნება მიმართული, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ რადგან მათ დაიწყეს ეს ამბავი, შედეგებიც მათზე უნდა აისახოს. დემოკრატები უარს ამბობენ ბიუჯეტის დამტკიცებაზე, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის სუბსიდიების გაგრძელება. 10,000-ობით ამერიკელი სრულიად უსაფუძვლოდ დაიღუპება. ხო და იცით რა, მე ამას მხარს არ დავუჭერ. სწორედ ამიტომ რესპუბლიკელები უნდა დასხდნენ მოსალაპარაკებლად. გადავინაცვლოთ სუდანში. იქ მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც გაერო შეფასებით დღეს მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისია, მედიის რადარებიდან თითქმის გამქრალია და სამართლიანად უწოდებენ დავიწყებულ ომს. სამწუხაროდ ადამიანის ფასი მის კანის ფერზეა დამოკიდებული. მოკლული ევროპელი ბავშვი, მოკლული ამერიკელი ბავშვი ეს მთავარი სათაურია. აფრიკაში მოკლული 100 ბავშვი კი ამას თქვენი BBC-ც კი არ ახსენებს. ჰუმანიტარული კრიზისი კვლავ ხმავდება ღაზაშიც, სადაც ეგრეთ წოდებული ზავის სინამდვილეში გენოციდის გაგრძელების ფარდა აღმოჩნდა. ისრაელი ბლოკავს არამხოლოდ საკვებს, არამედ კრიტიკულად საჭირო ნივთებსაც, ნაციონალური უსაფრთხოების საბაბით. გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ აშიმშილებს ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ მოქალაქეებს, დიდი გეტსბის სტილში ჩატარებული წვეულების ფონზე. როგორ ფინანსდება გენოციდი სუდანში, ოქროსა და პორტების ხელში ჩაგდების გამო. და როგორ იქცა ზავი ღაზაში მშვიდობის სიმულაცია. სანამ მიმოხილვაზე გადავალ, უნდა შეგახსენოთ მაუწყებლისთვის ეგზისტენციალური საკითხის შესახებ. ქართული ოცნების რეპრესიული კანონების გამო მაუწყებელს უწევს თვითგადარჩენაზე ფიქრი. თითოეული თქვენგანის მცირედი შემოწირულობაც კი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. გადადით მაუწყებლის ვებგვერდზე და დაგვეხმარეთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანმა ხმამ არსებობა არ შეწყვიტოს. ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გამოყვებით ყველა სოციალურ პლატფორმაზე. ახლა გადავალ მოვლენაზე, რომელსაც ამერიკული მედია მთავრობის შეჩერებას თუ გათიშვას, government shutdown-ს უწოდებს. ეს ტერმინი ბევრ შეიძლება ტექნიკურად და მშრალად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ის ფარავს ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ იდეოლოგიურ და კლასობრივ საკითხს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მშრომელთა კლასზე პირდაპირ აისახება. ამ კლასობრივი ომის საუკეთესო ვიზუალიზაცია გასულ კვირას ვნახეთ. ზუსტად იმ საათებში, როდესაც 42 მილიონი ამერიკელისთვის საკვების დახმარება, სნაპი ჩერდებოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა მარ-ა-ლაგოში დიდი გეტსბის სტილის მდიდრული ჰელოუინის წვეულება გამართა. მაშასე, რა ხდება? ამერიკული პოლიტიკური სისტემით კონგრესმა პრეზიდენტთან შეთანხმებით რეგულარულად უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი. როცა ისინი ვერ თანხმდებიან, დაფინანსება ჩერდება და მთავრობა ითიშება. ამჟამინდელი გათიშვა, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება და ისტორიული რეკორდია, პირდაპირ კავშირშია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობასთან. დემოკრატები უარს ამბობენ ბიუჯეტის დამტკიცებაზე, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის სუბსიდიების გაგრძელება და Medicaid-ის პროგრამისთვის ადრე შემოღებული შემცირებების გაუქმება. მთავრობის მუშაობის შეჩერების მთელი მიზეზი ის არის, შერჩება თუ არა რესპუბლიკელებს ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის 75%-ით გაზრდა. დიახ, 20 მილიონი ამერიკელისთვის საშუალოდ 75%-ით. და ამასთანავე 15 მილიონი ადამიანის დატოვება ჯანდაცვის გარეშე, Medicaid-ისა ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის დამანგრეველი შემცირებით. და იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს და ამას ბერნი სანდერსი კი არ ამბობს, არამედ ამ საკითხის მკვლევარები და აკადემიური წრეები, რომ 10,000-ობით ამერიკელი სრულიად უსაფუძვლოდ დაიღუპება. ხო და იცით რა, მე ამას მხარს არ დავუჭერ. სწორედ ამიტომ რესპუბლიკელები უნდა დასხდნენ მოსალაპარაკებლად. მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები და დაიცვან ამერიკელი ხალხის ჯანდაცვის საჭიროებები. რესპუბლიკელები ამ დათმობაზე არ მიდიან. შედეგად მთავრობა გათიშულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1,4 მილიონი ფედერალური თანამშრომელი საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებიდან დაწყებული ეროვნული პარკების რეინჯერებით დამთავრებული, ან იძულებით ჩვეულებაში არიან, ან რაც კიდევ უფრო აბსურდულია, კანონი მათ უხელფასოდ მუშაობას ავალდებულებს. მაგრამ ყველაზე მძიმე და პირდაპირ დარტყმას 42 მილიონი ამერიკელი იღებს. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მერვედი. რომელიც დამოკიდებულია სნაპზე, ანუ საკვების დამატებითი დახმარების პროგრამაზე.
ჩემს სურსათის გამნაწილებელ პუნქტებში ზარმაცი ხალხი არ მოდის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უკვე 2 სამსახურში მუშაობენ და რომლებზეც მძიმე იმოქმედა საცხოვრებლის გაძვირებამ და ინფლაციამ. ახლა კი მათ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ამბავმა, რომ სნაპის ბენეფიტები, რომლებიც სურსათის ტალონების სახელითაა ცნობილი, მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო ნოემბერში არ გაიცემა. ჩვენ აქამდე არ გვინახავს სნაპის ბენეფიტების ამგვარი შეჩერება. იუტას სამუშაო ძალის სერვისების დეპარტამენტი აცხადებს, რომ შატდაუნი მალეც რომ მოგვარდეს, გაურკვეველია იქნება თუ არა ბენეფიტები ხელმისაწვდომი მომავალი თვიდან. ამას ვერ გავიგებთ, სანამ ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს. მუშაობის განახლება შესანიშნავი შედეგი იქნებოდა და ჩვენ რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ შევატყობინებთ მომხმარებლებს, როგორც კი რამეს გავიგებთ და ვიმუშავებთ ამ ბენეფიტების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად. თუმცა როგორც პროფესორი მარიანა ჩილტონი ამერიკაში შიმშილის საკითხების წამყვანი ექსპერტი განმარტავს, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ჩიხი. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა. ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად კანონს არღვევს. სნაპი არის სოციალური უზრუნველყოფის გარანტირებული პროგრამა. კანონში პირდაპირ წერია, რომ თუნდაც კონგრესის მუშაობა შეჩერებული იყოს, არსებობს საგანგებო სარეზერვო ფონდები, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ამერიკაში არავინ დარჩეს მშიერი. სნაპი ფანტასტიკური პროგრამაა, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც შიმშილის პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი. ის შეიქმნა იმისთვის, რომ გაეძლო ნებისმიერი სახის პოლიტიკური манипуляციებისა თუ კრიზისისთვის. ის გამიზნულია, რომ რეაგირება მოახდინოს ყველა ტიპის ეკონომიკურ ვარდნაზე. ასე რომ, ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ფულს აკავებს, ნიშნავს, რომ ისინი აქტიურად არღვევენ კანონს და ადამიანებს საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლებას ართმევენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად პროგრამის ასამუშავებლად საჭირო 8 მილიარდი დოლარის ნაცვლად მხოლოდ 4,5 მილიარდი გამოყო. ეს ნიშნავს, რომ 42 მილიონი ადამიანი კუთვნილი დახმარების მხოლოდ ნახევარს იღებს. ამ ყველაფრის პარალელურად შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია მალავს მტკიცებულებებს. მთავრობამ გამოაცხადა, რომ მის წყვეტს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება სურსათის დაუცველობისა და შიმშილის შესახებ. ეს არ არის შემთხვევითი პოლიტიკური კატაკლიზმა. ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული არქიტექტორი ხავს. მისი სახელია რას ვოუთი, ტრამპის ბიუჯეტის დირექტორი, ეგრეთ წოდებული ჭრილოვანი პრეზიდენტი და პროექტ 2025-ის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. Right now, in the middle of this shutdown, the 21st day. სწორედ ახლა, მთავრობის მუშაობის შეჩერების შუაგულში, რას ვოუთი ისეთივე გავლენიანია, როგორიც კი ოდესმე ვინმე ყოფილა ამ ადმინისტრაციაში. ის არის მამოძრავებელი ძალა ამ შატდაუნისა და, კერძოდ, თეთრი სახლის მცდელობებისა, რომ მასობრივად დაითხოვონ თანამშრომლები მთელი ფედერალური მთავრობის მასშტაბით. ვოუთი იყენებს დამატებითი დათხოვნების მუქარას და დაფინანსების შეწყვეტის მუქარას როგორც ბერკეტს, ან უბრალოდ დემოკრატებისა და უპარტიო საჯარო მოხელეების დასაჯელად. ის ასევე, როგორც თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის დირექტორი და ვიზიონერი ტრამპის ადმინისტრაციაში, ზოგჯერ ერთპიროვნულად ლობირებს პროექტი 2025-ის დღის წესრიგს, რომლის ამოქმედებაშიც მან მთავარი როლი შეასრულა. ის ასრულებს მნიშვნელოვან, მაგრამ ძირითადად კულისებს მიღმა როლს ტრამპის ადმინისტრაციის ამ დღის წესრიგის საშინაო ფრონტზე წინ წასაწევად. სწორედ ვოუთი ამ გათიშვის იდეოლოგიური ძრავა. ვოუთის მიზანი საჯარო მოხელეების ტერორი და ტრავმირება. ჩვენ გვინდა, რომ ბიუროკრატებმა ტრამვული ზეგავლენა განიცადონ. გვინდა, რომ დილით როცა იღვიძებენ, სამსახურში წასვლა არ უნდოდეთ. ტრამპის ადმინისტრაცია გათიშვას იყენებს როგორც საბაბს, რომ სამსახურიდან მუდმივად გაათავისუფლოს არასაჭირო მოხელეები. განსაკუთრებით ისინი, ვინც არასაკმარისად ლოიალურები არიან. რასელ ვოუთმა განაცხადა, რომ ამ შატდაუნთან დაკავშირებით შტატების შემცირება უკვე დაიწყო. კონკრეტულად, რამდენი თანამშრომლის დათხოვნაზე გაეცით ნებართვა და რომელი უწყებებიდან. ეს შემცირება დემოკრატებზე იქნება მიმართული, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ რადგან მათ დაიწყეს ეს ამბავი, შედეგებიც მათზე უნდა აისახოს. ეს ბევრ ადამიანს შეეხება და რიცხვებს მომდევნო რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრი ხალხი იქნება. უნდა გითხრათ, რომ ბევრი მათგანი, როგორც აღმოჩნდა, დემოკრატებთანაა
დაკავშირებული. ეს ის ხალხია, ვისი დანიშვნას დემოკრატებს უნდოდათ და რომლებიც ხშირ შემთხვევაში არც კი იყვნენ შესაფერისები. ჩვენ მათ თავის დროზე ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაინიშნენ. მოკლედ, ესენი ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც დემოკრატებს სურთ. დათხოვნის შემდეგაც ბევრი მათგანი კარგად იქნება. და სანამ ეს ყველაფერი ხდება, სანამ 15 მილიონი ადამიანი ჯანდაცვის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა და 52 მილიონი საკვების ნახევარს იღებს, ამ კრიზისს ყავს აშკარა გამარჯვებულები. Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, ტრამპის დაბრუნების შემდეგ 10-მა უმდიდრესმა ამერიკელმა ქონება 7 მილიარდი დოლარით გაზარდა. დღეს უმდიდრესი 0.1% ფლობს ქვეყნის მთლიანი აქტივების 12%-ს. ეს ისტორიული რეკორდია. პარალელურად Amazon-ი, UPS-ი და General Motors-ი 10,000-ობით თანამშრომელს ათავისუფლებენ ხშირად ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საბაბით. Amazon-მა ახლახან გამოაცხადა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური კორპორაციული დათხოვნის შესახებ, რომელიც 14,000 სამუშაო ადგილს ეხება. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა კომპანია მილიარდებს აბანდებს ხელოვნურ ინტელექტში. შემცირებები შეეხოთ საყელოიან დანაყოფებს, HR-ს, ტექნოლოგიებს, კომუნიკაციებს, სასურსათო მიმართულებას და გეიმინგს. კომპანია აცხადებს, რომ სუბუქდება და ბიუროკრატიას ამცირებს, რათა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფრო სწრაფად იმოძრაოს. სამუშაო ადგილების ჟამულმა შემცირებამ შესაძლოა 30,000 მიაღწიოს. ეს ხდება მაშინ, როცა Amazon-ი წელს 114 მილიარდ დოლარზე მეტს აბანდებს AI-ის განვითარებაში. აღსრულებელი დირექტორი Andy Jassy ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი შეასრულებს დღევანდელ სამუშაოს. ეს იმ ფართო ტრენდს მიჰყვება, რომლის დროსაც ისეთი კომპანიები, როგორიცაა Meta, Google, Microsoft-ი ამცირებენ სამუშაო ძალას, რათა ის ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლონ. ეს დათხოვნები კორპორაციული რესტრუქტურიზაციის ახალი ტიპია. ეს არ არის სისუსტით გამოწვეული ხარჯების შემცირება, არამედ იმის შედეგია, რომ ავტომატიზაცია შეუძლია თეთრსაყელოიანი მუშახელის ჩანაცვლება. AI-ის ბუმი ნაკლებ ადამიანსა და უფრო სწრაფ მოგებას ნიშნავს. ასე რომ სურათი სრულიად ნათელია. ეს არ არის უბრალოდ გათიშვა და ეს არ არის საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა. პირიქით, ეს მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პროფესორი ჩილტონის თქმით, სნაპზე დახარჯული ყოველი 1 დოლარი ეკონომიკაში 1 დოლარად და 80 ცენტად ბრუნდება. ამას მულტიპლიკატორის ეფექტი ჰქვია. საქმე იმაშია, რომ სნაპი არ არის ნაღდი ფული, რომლის დაგროვება სხვა რამეში დახარჯვა შეიძლება. ეს არის მიზნობრივი დახმარება, ძველი ტერმინით საკვების ტალონი, დღეს კი ელექტრონული ბარათი, რომლითაც მხოლოდ საკვების ყიდვაა შესაძლებელი. რადგან ამ დახმარებას იღებს დაბალშემოსავლიანი ოჯახი, ისინი ამ ფულს არ ზოგავენ. ისინი მას 100%-ით და დაუყოვნებლივ ხარჯავენ. აი რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად. თავრობის 1 დოლარი ხდება ოჯახის ბარათზე. ეს ოჯახი ამ 1 დოლარით ყიდულობს პურს, რძეს, ბოსტნეულს, თავისივე უბნის პატარა მაღაზიაში. მაღაზიის მფლობელი ამ 1 დოლარს იღებს და მაშინ მიანაწილებს. ნაწილით ხელფას უხდის თავის მოლარეს, ნაწილით ყიდულობს ახალ საქონელს ფერმერისგან, ნაწილს უხდის მძღოლს, რომელმაც ეს საქონელი მოუტანა. შემდეგ უკვე მოლარე, ფერმერი და მძღოლი ამ ფულს თავად ხარჯავენ. ბენზინზე, კომუნალურ გადასახადებსა თუ ტრანსპორტში. ამ ჯაჭვური რეაქციის შედეგად მთავრობის მიერ გაცემული 1 დოლარი ბევრჯერ იცვლის ხელს და ეკონომიკაში ქმნის თითქმის 2 დოლარის აქტივობას. ამიტომ სნაპის გაყინვა არის პირდაპირი დარტყმა არამხოლოდ 42 მილიონ შეერ ადამიანზე, არამედ ათასობით მცირე ბიზნესზე, ფერმერსა და მთლიან ეკონომიკურ ჯაჭვზე. ეს არის კლასობრივი ომი, სადაც ადმინისტრაცია ღიად იყენებს ჯანდაცვასა და შიმშილს პოლიტიკურ იარაღად. და ამ ვითარების ნამდვილი საფუძველი, როგორც პროფესორი ჩილტონი აღნიშნავს, არის ის, რომ სნაპი ფაქტობრივად ხელფასის დანამატია. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ სნეპი სურსათის დახმარების პროგრამა არის ხელფასის დანამატი. სნეპის არსებობის მიზეზი ის არის, რომ როდესაც ადამიანები მუშაობენ, ისინი საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებენ, რადგან ისეთი დამსაქმებლები, როგორიცაა Amazon-ი და Walmart-ი, უარს ამბობენ ღირსეული საარსებო მინიმუმის გადახდაზე. მოდით ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, არამედ შევხედოთ გიგანტურ დამსაქმებლებს და ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ, რათა უზრუნველყონ ისეთი საარსებო მინიმუმი, რომლის პირობებშიც ადამიანებს არ დასჭირდებათ სნეპში მონაწილეობა და არ მოუწევთ Medicaid-ზე დამოკიდებულება. იმ 25 წლის განმავლობაში, რაც მე ვმუშაობ, არ შემხვედრი არც ერთი ადამიანი, რომელსაც უნდოდეს სნეპის პროგრამაში ყოფნა. მათ სურთ გამოიმუშაონ ღირსეული საარსებო მინიმუმი და გამოყვებონ თავიანთი ოჯახები ღირსეულად, პატივისცემით და ისე, რომ ეს რეალურად აძლიერებდეს სოლიდარობას. ახლა კი გადავინაცვლოთ სუდანში. იქ მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც გაერო შეფასებით დღეს მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისია, მედიის რადარებიდან თითქმის გამქრალია და სამართლიანად უწოდებენ დაუწყებულ ომს. The price of human being depends on
სამწუხაროდ ადამიანის ფასი მის კანის ფერზეა დამოკიდებული. მოკლული ევროპელი ბავშვი, მოკლული ამერიკელი ბავშვი ეს მთავარი სათაურია. აფრიკაში მოკლული 100 ბავშვი კი ამას თქვენი BBC-ც კი არ ახსენებს. ასე რომ მაგრამ სუდანი არ არის უბრალოდ ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც ბარბაროსები ერთმანეთს ხოცავენ. სუდანს აქვს უმდიდრესი რევოლუციური ტრადიცია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუშათა მოძრაობა აფრიკაში. ის რაც დღეს ხდება, არ არის უბრალოდ ომი. ეს არის სასტიკად ჩახშობილი რევოლუციის შედეგი. ბევრმა ალბათ არ იცის, რა ხდება სუდანში. ამიტომ კონტექსტით დავიწყოთ. ომი ვაკუუმში არ დაწყებულა. ის 2018-2019 წლების სუდანის სახალხო აჯანყების ტრაგიკული და სისხლიანი დასასრულია. 2018 წელს დაწყებულმა სახალხო გამოსვლებმა ერთი წლის შემდეგ 30 წლიანი დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი დაამხო. მაგრამ ეს რევოლუცია ფაქტობრივად მოიპარეს. როცა ბაშირის რეჟიმი ინგრეოდა, მისმა ორმა მთავარმა გენერალმა, არმიის შეფმა ალ-ბურჰანმა და paramilitārული სწრაფი მხარდაჭერის ძალების ლიდერმა ჰემედტიმ ბაშირს უღალატეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ვითომ რევოლუციის სახელით. აი აქ დადგა გარდამტეხი მომენტი. 2019 წლის გაზაფხულზე სუდანში კლასიკური ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ერთ მხარეს იყვნენ გენერლები, მეორე მხარეს კი რევოლუციური მასები, ორგანიზებულნი სუდანის პროფესიონალთა ასოციაციასა და 3000-ზე მეტ წინააღმდეგობის კომიტეტში. ამ კომიტეტებმა ფაქტობრივად საკუთარ თავზე აიღეს ქუჩების, ტრანსპორტის და საკვების განაწილების მართვა. გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა, რომელმაც სახელმწიფოს 98%-ის პარალიზება გამოიწვია. ძალაუფლება ფაქტიურად ქუჩაში ეკრა. მაგრამ რევოლუციის ლიბერალურმა ლიდერობამ გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია. იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლება სრულად აეღოთ და გენერლები დაეპატიმრებინათ, ისინი მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაუსხდნენ. მათ დაიწყეს საუბარი ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ექსპერიმენტზე და გარდამავალ მთავრობაზე. სწორედ იმ ჯალათებთან ერთად, რომლებსაც რევოლუციის დამხობა სურდათ. 2021 წელს ამ ორმა გენერალმა ერთობლივი სამხედრო გადატრიალება მოაწყო სამოქალაქო მთავრობის წინააღმდეგ. 2023 წლის აპრილში იგი რევოლუციის საბოლოო ჩახშობის შემდეგ ეს ორი მოკავშირე უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდა ქვეყანაზე სრული კონტროლისთვის. ამჟამად ერთმანეთს ებრძვიან გენერალ ალ-ბურჰანის რეგულარული არმია და გენერალ ჰემეტის paramilitārული დაჯგუფება სწრაფი ხარდაჭერის ძალები. თუმცა ამ დაპირისპირებას უკს გარე ძალებიც უმაგრებენ. ფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მაყურებელმა კარგად გააცნობიეროს ამ მოვლენის მასშტაბი. სუდანი 55-50 მილიონიანი ქვეყანაა. აქედან 30 მილიონი, ანუ მოსახლეობის 2/3 არსებობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიზეზი? სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელიც 2023 წლის აპრილიდან უწყვეტად მძვინვარებს. თქვენ და სავარაუდოდ თქვენი მაყურებლის ნაწილიც გაიხსენებთ, რომ 2019 წელს ომარ ბაშირის 20 წლიანი დიქტატურა დაემხო. შეიქმნა სამოქალაქო მთავრობა, თუმცა პირველი პრობლემა ის იყო, რომ ამ მთავრობას სათანადო მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა. 2021 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. 2023 წელს კი ამ გადატრიალების სათავეში მყოფი ორი მხარე უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდა და საომარი მოქმედებები განაახლა. შედეგად ეს შემზარავი ვითარება მივიღეთ. მე პირადად ვიყავი აღმოსავლეთ სუდანში სულ ცოტა ხნის წინ, სექტემბერში დაახლოებით თვენახევრის წინ და საკუთარი თვალით ვნახე ბრძოლის კვალი ამჟამად ქვეყნის აღმოსავლეთში აქტიური ბრძოლები შედარებით რომ ვთქვათ აღარ მიმდინარეობს. მაგრამ რასაც ჩვენი თანამშრომლები ყვებიან, ჩვენ საერთაშორისო დახმარების კომიტეტში 400-მდე ადგილობრივი თანამშრომელი ყავს სუდანში. მათი 90%-მა თავად დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი. ისინი ახლა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ისინი საუბრობდნენ შემზარავ გარე ძალების მიერ მხარდაჭერილ სამოქალაქო ომზე. ჩვენი ინფორმაციით 13 სხვადასხვა ქვეყანაა, სულ მცირე 10-ზე მეტი, რომელიც ამ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს ამარაგებს და უჭერს მხარს. ძირითადად ორ მთავარ მხარეს, თუმცა მოედანზე სხვა მოთამაშეებიც არიან. ასე რომ ეს არის თანამედროვე ომის კლასიკური მაგალითი. შიდა სამოქალაქო ომი, რომელიც ყველა მხრიდან გარე ძალების ჩართულობით კიდევ უფრო მასშტაბური და გამანადგოებელი ხდება. სწრაფი მხარდაჭერის ძალების ისტორია უფრო ადრე 2023 წელს დარფურის გენოციდით იწყება. მაშინ დარფურში ადგილობრივი არაარაბული მოსახლეობა დიქტატორ ომარ ალ-ბაშირს აუჯანყდა. ბაშირმა რეგულარული არმიის ნაცვლად მათ წინააღმდეგ ჯანჯაუდი, ანუ ცხენოსანი ეშმაკები გამოიყვანა. ეს იყო ადგილობრივი არაბული მილიცია,
რომელმაც ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოაწყო. დღევანდელი სწრაფი მხარდაჭერის ძალების ლიდერი ჰემეტი სწორედ ჯანჯავიდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი საველე მეთაური იყო. მოგვიანებით დიქტატორმა ბაშირმა ეს ჯანჯავიდი გააერთიანა, ოფიციალური სტატუსი მისცა და RSF, ანუ სწრაფი მხარდაჭერის ძალები უწოდა. ეს მისი პირადი პარალელური არმია გახდა. ასე რომ ეს არ არის ახალი ომი, ეს 20 წლის წინ დაწყებული გენოციდის კამპანიის გაგრძელება. RSF-ი დღესაც იმავე არაარაბულ ეთნიკურ ჯგუფებს, მასალიტებს, ფურებს, საღავებს უსწორდება დარფურში. ოღონდ ახლა ისინი მძიმედ შეიარაღებული ძალა. გასულ კვირას 18-თვიანი ალყის შემდეგ RSF-მა აიღო ქალაქი ალფაშერი. ამას მოჰყვა მასობრივი მკვლელობები, რომლის კვალიც სატელიტურმა სურათებმაც დააფიქსირეს. სუდანის არმიასთან დაახლოებული ჯგუფი იტყობინება, რომ RSF-მა 2000-ზე მეტი უიარაღო სამოქალაქო პირი დახვრიტა, მათ შორის დაქირავებული მებრძოლები კოლუმბიიდანაც კი. თავად RSF-ი ღიად აცხადებს, რომ ალფაშერში მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის. ქალაქში მეორე მხრივ უმძიმესი შიმშილია. ერთი ტომარა ფეტვი $1000-ზე მეტი იღს. ადამიანები გადარჩენისთვის ცხოველების საკვებს ჭამენ. The level of famine in Al-Fashir raised something. ალყის პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ შიმშილის დონე მალფაშერში მიაღწია ისეთ ნიშნულს, როგორიც სუდანის სხვა რეგიონებში არ გვინახავს. ერთი ტომარა ფეტვიც კი, რომელიც ადრე ალფაშირის ძირითადი საკვები იყო, $1000-ზე ძვირი გახდა. ადამიანებმა კი ფაქტობრივად ცხოველების საკვების გამოყენება დაიწყეს, რომ საკუთარი თავი და ოჯახები გამოეკვებათ. და ეს მდგომარეობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ასე რომ ახლა, როცა RSF-მა სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა აიღო ქალაქი, შევიდა მასში და დაიკავა სუდანის შეიარაღებული ძალების მე-6 ქვეითი ბრიგადა, ყველაზე დიდი შიში ისაა, თუ რა ბედი ეწევათ მშვიდობიან მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, რომ RSF არ ასხავებს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს და ისინი ღიად აცხადებენ, რომ ალფაშირში მშვიდობიანი მოქალაქეები არ არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საიდან აქვს RSF-ს ამდენი იარაღი? მაგალითად, Guardian-ის და სხვა გამოცემების თანახმად, ამ გენოციდის მთავარი სპონსორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ საამიროები ყიდულობს ჩინური წარმოების მძიმე შეიარაღებას და დრონებს და გაეროს ემბარგოს დარღვევით გადასცემს RSF-ს. თუმცა საამიროების როლი კიდევ უფრო ცინიკურია. ისინი არა მხოლოდ ამარაგებენ RSF-ს, არამედ პარალელურად ინარჩუნებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს მეორე მხარესთან, რეგულარულ არმიასთან. მეტიც საამიროები არის ეგრეთ წოდებული კვადის, ანუ 4-ეულის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი. აშიშისთან, საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან ერთად. ეს ქმნის აბსურდულ ვითარებას. საამიროები ერთი მხრივ გენოციდის მთავარი სპონსორია და მეორე მხრივ მშვიდობის ყოფილის როლს თამაშობს. რა არის мотиваცია? რატომ უნდა უჭერდეს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები RSF-ს? ჩვენ სუდანი აფრიკაში ოქროს მოპოვებით მეორე ადგილზე ვართ. ამ ოქროს უდიდესი ნაწილი კონტრაბანდის გზით სწორედ საამიროებში გადის. მეორე, მათ სჭირდებათ RSF-ე როგორც საკუთარი პროქსი ძალა, მარიონეტი. მათ სურთ შეინარჩუნონ, განავითარონ და გააძლიერონ ის, რათა გამოიყენონ სამხედრო კუნთად, რადგან თვლიან, რომ კონკურენციაში იმყოფებიან სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან. რადგან თავად საკმაოდ პატარა ქვეყანაა მცირე რიცხოვანი არმიით, მათ სჭირდებათ მარიონეტული, გასამხედროებული ძალა, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ. და მესამე, ეს შესაძლოა იმასაც უკავშირდებოდეს, თუ როგორ აღიქვავენ ისინი სუდანში მომხდარ რევოლუციას. მოდელი, როდესაც ხალხი აუჯანხდა დიქტატურას და მოახერხა მისი დამხობა, მათთვის, საამიროებისთვის საფრთხის შემცველი მაგალითია. ეს ომი სრულმასშტაბიან პროქსი ომად იქცა. RSF-ის სურგს ისტორიულად რუსული დაჯგუფება ვაგნერიც უმაგრებდა. იარაღის სანაცვლოდ ოქრო გამოქონდა. ახლა რუსეთი როგორც ჩანს მხარეს იცვლის და რეგულარულ არმიასთან ცდილობს დაახლოებას. თურქეთი კი თავის მხრივ რეგულარულ არმიას ბაირაქტარის დრონებით ამარაგებს. სუდანი განადგურებულია. ეს ფაქტია და ამის შედეგები განუზომელი გახდება. არა მხოლოდ სუდანისთვის, არამედ ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის. როდესაც საბოლოოდ გრჩება ყველა ეს უმართავი სივრცე, იარაღის ეს უზარმაზარი რაოდენობა, ამდენი შეიარაღებული დაჯგუფების ხელში, მაშინ ვინ არის უსაფრთხოდ? კენია არ იქნება უსაფრთხოდ, უგანდა არ ყოფილა უსაფრთხოდ, არავინ იქნება უსაფრთხოდ, ეგვიპტე არ იქნება უსაფრთხოდ. საიდან მოდის ეს იარაღი? ის სუდანში არ ეწარმოება. ჩვენ სუდანში არ გვაქვს სამხედრო აღჭურვილობის ან სამრეწველო ბაზები. ჩვენ არ გვაქვს.
საიდან მოდის მთელი ეს იარაღი? საიდან მოდის ყველა ეს დრონი და რაკეტა? საიდან შემოდის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა ეს გარედან შემოდის. მიზანი ყველასთვის ერთია. ერთი მხრივ რესურსები, ოქრო და სპილენძი, რომელიც AI ტექნოლოგიებისთვისაა საჭირო და ურანი და მეორე მხრივ სტრატეგია, წვემა წითელ ზღვაზე. ყველაზე საგანგაშო კი დასავლეთის რეაქცია. სუდანის ომი დაუწყებული კი არა, შეწყნარებული. მას უბრალოდ იტანენ. იტანენ იმიტომ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ამერიკის და ბრიტანეთის უმსხვილესი სამხედრო კლიენტი და სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკის რეალური საზრუნავი არა გენოციდი, არამედ ისაა, რომ რეგულარული არმიის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში ომარ ალ-ბაშირის ყოფილი ისლამისტური რეჟიმის ნარჩენები არ დაბრუნდნენ. მეტიც იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს RSF-ის ლიდერებს, ვრცელდება ცნობები, რომ ეს ლიდერები თავისუფლად დასეირნობენ ვაშინგტონის ქუჩებში. და კიდევ ერთი სფერო, რომელსაც ასევე შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, არის ის, რომ დავინახოთ გარკვეული სერიოზულობა იმ ზომებში, რომლებსაც აშშ იღებს. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ სანქციები დაუწესეს RSF-ის არაერთ ლიდერს, მაგრამ ამავე დროს ვრცელდება ცნობები, რომ RSF-ის ლიდერები ფაქტობრივად თავისუფლად დასეირნობენ ვაშინგტონში. ასე რომ ჩნდება კითხვა, რამდენად სერიოზულია ეს ზომები, რომლებსაც დამნაშავეების წინააღმდეგ იღებენ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოახდინონ. აიძულონ, რომ პრიორიტეტი მიანიჭონ ჰუმანიტარულ ვითარებას და აიძულონ ისინი სულ მცირე ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ, რისი წინადადებაც 4-ეულმა 3 თვით წამოაყენა. შედეგად ამ გლობალური გულგრილობის, იმპერიალიზმისა და 2019 წლის რევოლუციის ხალატის ფონზე გვაქვს გაეროს მონაცემებით მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი. 150,000-ზე მეტი დაღუპული, 12 მილიონი ტოლული და საყოველთაო შიმშილი. ამას ემატება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც, რომელმაც სუდანისთვის დახმარება შეწყვიტა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო კვების სამზარეულოების თითქმის 80% დაიხურა. ჰუმანიტარული კრიზისი კვლავ ღრმავდება ღაზაშიც, სადაც ეგრეთ წოდებული ზავის სინამდვილეში გენოციდის გაგრძელების ფარდა აღმოჩნდა. მიუხედავად 10 ოქტომბერს ამერიკის შუამავლობით მიღწეული ზავისა, ისრაელმა ამ ზავის ამოქმედების შემდეგ სულ მცირე 251 პალესტინელი მოკლა. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა. პალესტინელი ანალიტიკოსი თარეკ ბაკონი ამას პირდაპირ უწოდებს საშინელ გარიგებას და გენოციდის გაგრძელებას ზავის ნარატივის ქვეშ. როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ცეცხლის შეწყვეტაზე მიდიოდა მოლაპარაკება, იდეა ის იყო, რომ აშშ იმოქმედებდა როგორც გარანტორი და რომ ის აიძულებდა ისრაელს შეესრულებინა თავისი ვალდებულებები. რეალობა კი ისაა, რომ მკვლელობები არ შეჩერებულა. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა. მკვლელობები არ შეწყვეტილა. შიმშილი გრძელდება. დახმარება, რომელიც შედის, ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც საჭიროა. არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა, რომ პალესტინელებს მიეცეთ საშუალება დაუბრუნდნენ რაიმე სახის ღირსეულ ცხოვრებას. ასე რომ რეალობა ასეთია, ნარატივი არის ცეცხლის შეწყვეტაზე, სინამდვილე კი გენოციდის გაგრძელებაა. ამ ზავის მთავარი პირობა ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესვლა იყო. ისრაელი პალესტინელებს დღეში 600 სატვირთო შეშვებას დაპირდა. რეალურად, როგორც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო იტყობინება, დღეში საშუალოდ მხოლოდ 100-დან 140-მდე სატვირთო შედის ღაზაში. გაეროს მონაცემებით, ღაზაში ყოველი მეხუთე ოჯახი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს. UNICEF-ის წარმომადგენელი ტეს ინგრემი ამბობს, რომ ისრაელი ბლოკავს არა მხოლოდ საკვებს, არამედ კრიტიკულად საჭირო ნივთებსაც, ნაციონალური უსაფრთხოების საბაბით. UNICEF-ს ღაზის სექტორში დახმარება ცეცხლის შეწყვეტამდეც შეჰქონდა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებსაც მარაგი შეტანა არ შეეძლოთ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენს შევძელით, რომ ოდნავ მეტი და ოდნავ უფრო ფართო ასორტიმენტის მარაგი შეგვეტანა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისთან ახლოსაც კი. ჩვენ ვამბობთ, რომ მეტი ნივთი უნდა შევიტანოთ, მათ შორის ისეთი ნივთები, რომლებიც უკვე მრავალი თვეა აკრძალულია. ერთი მაგალითია საგანმანათლებლო ნაკრებები, რომლებიც UNICEF-ს სურს, რომ შემოიტანოს, რათა ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალი ნივთიდან, რისი შეტანაც გვინდა. რაც შეეხება საკვებს და კვებას, ჩვენ გვაქვს კვების მარაგები აქ ღაზაში და სწრაფად ვცდილობთ მათ დარიგებას, განსაკუთრებით იქ, სადაც მე ვიმყოფები, აქ ღაზა სიტიში, სადაც რა თქმა უნდა ვიცით, რომ შიმშილობა დადასტურდა.
რატომ ყურადღებით გისმენ და მიკვირს გითხრეს თუ არა მიზეზი, რატომ არ შეგიძლიათ გარკვეული აუცილებელი ნივთების შეტანა. როგორც თქვენ თქვით, საგანმანათლებლო ნაკრებები. ეკითხებით ისრაელის ხელისუფლებას რა სახის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას ბავშვი, რომელსაც საგანმანათლებლო ნაკრები აქვს. ჩვენი გაგებით მათზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ ისინი არ ითვლება სიცოცხლისთვის აუცილებელ მასალად, მაგრამ ბავშვისთვის სკოლა შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს. განათლება შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს, განსაკუთრებით იმ სისასტიკის შემდეგ, რაც ბავშვებმა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაიტანეს. სკოლები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სწავლას, არამედ უსაფრთხო ადგილს, სტაბილურობის განცდას, ადგილს, სადაც მათ შეუძლიათ ტრაუმის გადამუშავება მასწავლებლებთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა. ამიტომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები ღაზის სექტორში სწრაფად შევიტანოთ, რადგან სკოლების აღდგენას ვცდილობთ. წითელი ჯვრის წარმომადგენელი სარა დეივისი ამბობს, რომ ზავის შემდეგ საავადმყოფოებში იარაღით დაჭრილების რიცხვმა იყო, მაგრამ კვლავ 70%-ით არის გადატვირთული საწოლები, ამჯერად ინფექციებითა და გადამდები დაავადებებით. ამ ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე ერთი ფაქტი განსაკუთრებით მძაფრად აჩვენებს პრიორიტეტებს. ისრაელმა ღაზაში მძიმე ტექნიკის ბულდოზერების შეყვანის ნებართვა მხოლოდ ერთი მიზეზით გასცა, რათა ეპოვათ ნანგრევებში დარჩენილი 11 ისრაელელი მძევლის ცხედარი. ალ-ჯაზირა იტყობინება, რომ ამ დროს ღაზის სამოქალაქო თავდაცვა დღეში 30-მდე გამოძახებას იღებს პალესტინელი ოჯახებისგან, რომლებიც ითხოვენ ნანგრევებიდან თავიანთი ახლობლების ცხედრების ამოყვანას, მაგრამ მათ ამ ტექნიკის გამოყენების უფლება არ აქვთ. მაგრამ სრულად უნდა გვახსოვდეს ფაქტი, რომ დიახ, ეს მძიმე ტექნიკა გამოყენებული იქნა მხოლოდ ისრაელელი მძევლებისთვის. სამოქალაქო თავდაცვის სქემების სპიკერის მაჰმუდ ბასალის თქმით, ისინი ყოველდღიურად სულ მცირე 30 მიმართვას იღებენ სხვადასხვა ოჯახისგან, რომლებიც ითხოვენ ამოიყვენონ თავიანთი საყვარელი ადამიანების ცხედრები. მაგრამ სამწუხაროდ მათ არ შეუძლიათ ამ მძიმე ტექნიკის გამოყენება, სანამ ისრაელელი მძევლების ცხედრების ამოყვანა არ დასრულდება. და მათ არ იციან, მისცემენ თუ არა ამ ტექნიკის გამოყენების უფლებას იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი. ჩვენ ასევე ვხედავთ პალესტინურ ოჯახებს, რომლებიც შიშველი ხელებით თხრიან, რათა ამოიყვანონ თავიანთი საყვარელი ადამიანების ცხედრები. მაგრამ მათი მცდელობების უმეტესობა წარუმატებელია, რადგან ტექნიკა არ არის. პალესტინელი თარეკ ბაკონი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, ეს კრიზისი არასდროს ეხებოდა ჰამასს. მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდი. ჰამასი რომ ხვალ გაქრეს, მისი ყველა იარაღი რომ ხვალ გაქრეს, ბლოკადა არ დასრულდება. გენოციდი არ დასრულდება. ეს არ ეხება ჰამასს. ეს არის ისრაელის ომი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის დემოგრაფიული ომი, რომელიც მიზნად ისაღავს, რაც შეიძლება მეტი პალესტინელის განადგურებას. ამ ფონზე კი ისრაელში განვითარდა მოვლენა, რომელიც ბევრს ამბობს ისრაელის ფარისევლობას. დააპატიმრეს ისრაელის არმიის მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი იფათ ომერ ტალი, ყოფილი მთავარი სამხედრო იურისტი. დაპატიმრების მიზეზი გახდა სათვალთვალო კამერის ვიდეოს გაჟონვა, რომელზეც ასახულია თუ როგორ აუპატიურებენ ისრაელელი ჯარისკაცები ჯგუფურად პალესტინელ პატიმრს. პრემიერ-მინისტრმა და ომის დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ ფაქტს უწოდა ისრაელის ისტორიაში ყველაზე ცუდი პიარ შეტევა. მას ჯერჯერობით არ დაუგმია თავად გაუპატიურების ფაქტი. მან უბრალოდ დაგმო მხოლოდ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოს გაჟონა. ამ დამზაფრელი და ბნელი მოვლენების ფონზე ერთი კვირით გემშვიდობებით. თქვენი მოსაზრებები დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი. დროებით.